რატომ იქნება საქართველოში მნიშვნელოვანი მონარქიის აღდგენა? აი ამ შეკითხვით ვიწყებთ ყველა გადაცემას, იმიტომ ეს არის ძალიან აქტუალური გადაცემა და საკითხია და რომელიც დღეს ჭირდება საქართველოს ძალიან ჭირდება. ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით დღეს ყავს მოწვეული ძალიან კარგი ადამიანი, პიროვნება, ჩემი მეგობარი, ბატონი გოგიტა მელიქიძე, რომელიც არის ჟურნალისტი, ამავე დროს არის ჩვენ იმის გარდა რომ მონარქიით ვართ დაინტერესებული და მონარქიულ ასე თქვათ, იმაში ვარ ჩართული რა, ასე თქვათ, ვართ კიდე საქართველოს სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის გამგეობის წევრები, რომელიც იგივე საქმეს, ანუ საქართველოს ქართულ საქმეს ემსახურება და ქართულ ასე თქვათ, ქართულ სულზე და ქართულ ნიადაგზე ვდგევარ. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ქართული ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ის ამბავი, რომ ესე იგი ჩვენ ქართველებს უნდა ყავდეს ღვთისმსხურთელ მირონცხებული მეფე უნდა ყავდეს და მირონცხებულო მეფე უნდა მართოს ეს ჩვენი ქვეყანა, ეს არის აქსიომა. ჩვენ ის ვნახეთ ისტორიამ და ისტორიის მაგალითებმა გვაჩვენეს 1801 წლიდან საქართველოს ისტორია, ესე იგი სახელმწიფოებრივ ფაქტურად აღარ აქვს და სახელმწიფოება რო არ აქვს, ესე იგი ქართველი კაცის ისტორიული და ესე იგი ბუნებრივი გზიდან გადაგვაგდეს ასე თქვა და აზროვნებას დაუშვათ მენტალიტეტით შეგვეცვალა და ეს აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი რაღაცა რაც დღეს ხდება საქართველოში არის აქედან გამომდინარეა. ძალიან ხშირად ისმის კითხვა გვინდა თუ არა მონარქია. ბატონო გოგიტა, ჩვენ დღეს საუბარი გვექნება სწორედ ამ საკითხებზე და მინდა თქვენი აზრი გავაცნოთ ესე იგი მაყურებელს. გაგახაროთ ღმერთო, მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა იმ საშუალებისთვის, რომ ჩვენ გვეძლევა საშუალება კიდევ ერთხელ ვისაუბროთ სამეფო გვართან დაკავშირებით, მეფობის ინსტიტუტთან დაკავშირებით, რომელიც ინსტიტუტი ძალიან ცნობილი, ძალიან სახელოვანი და ძალიან საამაყო საქართველოს რეალობაში და ჩვენ უკვე ახსენეთ სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა გაერთიანება, რომელიც არის ერთგვარი სულისკვეთება, საგვარეულო სულისკვეთება სრულიად საქართველოში და თუ კი იქნება ზრუნვა, ფიქრი და გარკვეულწილად მცდელობა იმისა, რომ საგვარეულო სულისკვეთება გაერთიანდეს, უპირველეს ყოვლისა ეს უნდა უკავშირდებოდეს ისეთ ცნობილ გვარს და ისეთ დამსახურებულ გვარს, რომელიც სამეფო რეგისტრში იყო ისტორიულად და როგორიცაც წარმოადგენენ ბაგრატიონები. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვექნის მადლობა უფლის წინაშე იმისთვის, რომ იმ დიდი რბევის, იმ დიდი ზეწოლის, პოლიტიკურ ზეწოლად გულისხმობდა იმპერიული გავლენების შემდეგ არ გაწყდა გენეტიკური სულა, გენეტიკური მთლიანობა ამ გვარისა და კვლავაც ჩვენ წინაშე წარმოდგენილია ბაგრატიონთა გვარი, როგორც სამეფო სახლობა და მიუხედავად იმისა, რომ დღეს მას ისტორიული ფუნქცია აღარ აქვს და რეალურად ამ ფუნქციას არ უძღვება, როგორც რეალობა კვლავაც არსებობს. ამ რეალობის შესახებ ძალიან საინტერესო პროცესები მიდის უკვე უკანასკნელ წლებში და ჩვენ გარკვეულწილად უბრუნდებით ამ კულტურას და თქვენ სწორედ გაახსენეთ საკითხი. უნდა დაუბრუნდეთ თუ არა? რა თქმა უნდა დაუბრუნდეთ, მაგრამ ეს უკვე არის 21 საუკუნე, ეს არის ცხოვრების სულ სხვა რეალობა. მეფე არ არის წვენზე ამხედრებული მეფე არის ზრუნველი და არის ის სუბიექტი, რომელიც მოიცავს არა რაღაცა პარტიულ ინტერესს და პოლიტიკურ ინტერესს ამ ქვეყანაში, არამედ მოიცავს სრულიად საქართველოს სახალხო ინტერესს მოიცავს და ეს იქნება სწორედ ის, რომელიც გააერთიანებს თავის თავში მთელ ქართულ სულისკვეთებას, რაც ჩვენ ასე ძალიან გვიჭირდება აქილევსის ქუსლად გვაქვს ურთიერთდაპირისპირების ეს ტრადიცია და ამას სწორედაც აი მეფობა და სამეფო ინსტიტუტი, როგორც თქვენ, მისცემს დასაბამს. ბაგრატიონების გვარის მიმართ უნდა ითქვას შემდეგი, რომ ეს ყვაწყლმოსილი გვარია, განსაკუთრებული გვარი, ეს არა მხოლოდ სამეფო სტატუსის მქონე გვარი, არამედ ყვაწყლის წარმოჩენილი გვარია. თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ გვარს 12 წმინდანი ყავს, 12 წმინდანი წამებულები, თავდადებულები, ასე შემდეგ, ეს რომელ გვარს ყავს, რომელ დინასტია, არცეთი დინასტია. ყველაზე სახელგათქმული დინასტია, ვალუების დინასტია, რომელიც სამეფო კარებს რა თქმა უნდა, ყველაზე ხო არის საფრანგეთის ერთადერთი ყავდა, ლუი წმინდა, ლუი მეორე და
ასე ვთქვათ, ესე იგი შეაჯერეს თემი აი ეს 12 წმინდანი რომ ვთქვით, ეს 12 წმინდანი რაღაცა შემთხვევითი რიცხობრივი მომენტი კი არ არის, ეს არის სულისკვეთება გამოხატული ამ გვარისა, რომელიც სულისკვეთებაც გადის თავდადებაზე, თავგანწირვაზე, უფლისადმი ერთგულებას ერის სიყვარულზე და აი ქვეყნის სიყვარულზე. ამ სიყვარულს მოაქვს და აი ამ დამოკიდებულებაში მოაქვს შემდეგ ის სულიერი ამაღლება, რომელიც სიწმინდის ხარისხში არის ასული. თვითონ მეფობის თან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ სამეფო სახლი აი სულ რამოდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა სამეფო სახლის ხელმძღვანელი ბატონი შვილი ნუგზარ ბაგრატიონი და ჩვენ ვესწრებოდით მის დაკრძალვას, ესეთი სამგლოვიარო პროცესებს და კიდევ ერთხელ ვიგრძელით ჩვენი სახალხო დამოკიდებულება აი ამ ოჯახის მიმართ, უშუალოდ ბატონი ნუგზარის მიმართ, როგორც სამეფო სახლის ხელმძღვანელის მიმართ და იგი დასვენებული იყო სამების საკათედრო ტაძარში, ესეთ შემთხვევითი ფაქტი არ არის ცენტრალურ ტაძარში ჩვენი დედა ეკლესიისა და სწორედაც ეს იყო გამოხატულება იმ პატივისა, რომელსაც საქართველოს ეკლესია მიაგებდა ამ პიროვნებას. მის სასახლის გადაფარებული ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო დროშა და რო ვიდექი და უყურებდი ამ სახელმწიფო დროშას, კიდევ ერთხელ შემიყვარდა და კიდევ ერთხელ ვიგრძელი ის დამოკიდებულება, რომელიცაც უნდა გრძნობდე შენი ქვეყნის, შენი დროშის, შენი სიმბოლიკის. ეს არ არის მხოლოდ ალამი და მხოლოდ დროშა, როგორც ასეთი სიმბოლიკა. ეს არის ხუთი სისხლისფერი ჯვრით, რომელიც თქვენ კარგად მოგეხსენებათ. უფლისმიერი ჭრილობებია ასახული ამ დროშაზე და ჩვენ ამ დროშით ვაგრძელებთ ცხოვრებას, ჩვენ ამ დროშის ქვეშ ვერთიანდებით მთელი საქართველო და სწორედაც აი ეს ხუთი სისხლიანი ჯვრით აღბეჭდილი დროშა იყო გადაფარებული სამეფო სახლის ხელმძღვანელის სასახლეზე და აი ასე ღებულობდა ოჯახი ამ საპანაშვიდო დამოკიდებულებას. იქ ნახე უამრავი ჩემთვის ძვირფასი ადამიანი, გარდა ოფიციოზისა და გარდა ხელმძღვანელობისა, იყო უბრალო რიგითი ადამიანები, რომლებიც მოდიოდნენ, პატივს მიაგებდნენ, დავინახე ცხენლით, გულწრფელი წერემლით, დავინახე უამრავი ანთებული სახელი და ყველაფერი ეს იყო გამოხატულება არა მხოლოდ ბატონ ნუგზარის მიმართ, არამედ სამეფო სახლის მიმართ, სამეფო გვარის მიმართ და იმ ტრადიციის მიმართ, რომელიც ტრადიციაც ოდითგანვე არსებობდა საქართველოში. ეს ტრადიცია თქვენ უკვე ახსენეთ წლები 1800 პირველი წელი საქართველოში სამეფო ინსტიტუტის გაუქმებისა და აი შეჩერდა, მეფობა შეჩერდა. მაგრამ არ შეჩერდა გვარი, არ შეჩერდა გენოტიპური კოდი და რომ ეს უწყვეტად მოდის და მოვიდა ჩვენამდე და აი როგორც იქვეა დავგრძელეთ სამეფო სახლის ხელმძღვანელი. სამეფო სახლის ხელმძღვანელობას ეხლა მისი შვილი ქალბატონი ანა ბაგრატიონი აგრძელებს და ის შეწევლით კიდევ გაგრძელდება და კიდევ გააგრძელებს მისი შვილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს გაგრძელდება უკუნითი უკუნისამდე. ჩვენი სურვილი, ჩვენი მოწოდება და ჩვენი მცდელობაც ამას ემსახურება. და ჩვენი დამოკიდებულება რა უნდა იყოს? მე აქ მახსენდება ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები ოთარ ჭილაძისა, რომელიც სიტყვებიც ადრე ბატონ ოთარს ერთ-ერთ თავის ლექსში გაჟღერებული 70-იან წლებში აქვს და მე როგორც იყვია ხოლმე უამრავი კარგი აზრი რჩება წიგნში და ცხოვრებულობას ვერ იძებს და აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ აი ეს სიტყვები კიდევ უფრო ისეთი ახლობელი და გასაგები და ცხოვრებულყოფელი გახდა და დაუბრუნდა საზოგადოება და კერძოდ გულისხმობ რას. მე დაკარგულად არ ავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამიტკი. რა თქმა უნდა. თუ მომერიე, თუ წამართეს, ეს დაკარგული არ არის. ეს არის წარქმეული. ეს ფრაზა ითვალისწინებს კიდევ შემდეგ აქვს, რომ რათი ეს ასე არის, მე სულ ყოველ დღე უნდა ვიყო მცდელობაში იმისი დაბრუნებისა, იმისი უკუღწევისა. ძალიან აი ამ გაგებას ითვალისწინებს, არა პრეტენზიას მე რა ვთვლი და რას არ ვთვლი. ერთაც ასე ვთვლი, მაგრამ ეს არ ჩათვლა ჩემს მარადულ მზაობას ითხოვს იმისთვის, რომ მე დაკარგული არ მაქვს ეს და წარქმეულია მხოლოდ და ამ წარქმეულის დაბრუნების ვალდებულება მაქვს და ეს ვალდებულება ვრცელდება ამ შემთხვევაში სამეფო სახლთან მიმართებებით, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ გაუქმებულია,
თქვენ კარგად მოგეხსენებათ როგორ არის გაუქმებული, გარდაიცვალა უკანასკნელი მეფე საქართველოსი გიორგი მე-12, ესეც სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ გიორგი ერქვა და მე-12 იყო, ეს სრულყოფილების ციფრია, რომელიც უფალს უხდე გარშემო მოციქულების სახით და არა 12 წმინდანიც ყავდა მეფე ამ გვარიდან გამომდინარე. აი სამოციქულოს სრულყოფილებაზე მინდოდა გამენახულებინა ყურადღება, რომ არა 20 მოციქული, არა 30 მოციქული, არამედ 12 სწორედაც ეს 12 მოციქული წმინდა იმ სისავსეს, რომელიც უფლის მადლის, უფლის მცნებისა და უფლის რწმენის გავრცელებისთვის იყო საჭირო. და ამ შემთხვევაშიც აი იარა ჩვენმა ბედქრულმა საქართველოს უამრავი მეფე ყავდა და ერთმა ინება, რომ გიორგი გამეორდა ერთხელ, გამეორდა მეორედ, გამეორდა მე-12 მე-12-სთან დასრულდა ეს ყველაფერი და სწორედაც სიმბოლურია, რომ ჩვენს პატარა უფლისწულსაც გიორგი ქვია სახელი. ეს რაღაცა ნიშანია, რაღაცა ნიშანი. ჩვენ და სრულიად საქართველოს უნდა გქონდეს ეს მოლოდინი, რომ გიორგის სახელთან არის დაკავშირებული. და აი ეს შეწყვეტილი გზა სამეფო ინსტიტუტისა და ეს შეჩერებული გზა არ ნიშნავს დაკარგვას, როგორც იყვიან და ამაზე უნდა ვიფიქროთ. აქვე შეიძლება ერთი ფრაზის გახსენება კიდევ, რომ ბატონიშვილი ლუგზარის მამა, საყოველთაოდ ცნობილი პიროვნება, კულტუროლოგი, ლიტერატორი და უამრავი ქართული სიმღერის თანაავტორი და პოეტური ტექსტის შემქმნელი ბატონიშვილი პეტრე უბრობდა ხოლმე, რომ კომუნისტები შემოვიდნენ და კომუნისტებმა თბილისი ცნობილი ფრაზა არის წელი დროშა როცა სერგო ორჯონიკიძემ უპატაკა კრემლს და კონკრეტულ შემთხვევაში ლენინს რამე თუ ავიღეთ თბილისი. და პეტრე ბაგრატიონი, რომელიც გრუზიის კაცი წოდებოდა რუსულ ურთიერთობებიდან გამომდინარე, ხუმრობდა ასე: კომუნისტებმა აიღეს თბილისი და ჩვენ ცხეთაში გავმაგდით. ბატონ პეტრეს ცხეთაში გავმაგდით და კომუნისტებმა თბილისი აიღეს. აი ესეთი ირონიული დამოკიდებულება ჰქონდა იმ პოლიტიკურ ქაოსზე, რა ქაოსშიც მოყვა დიდი მსოფლიო მნიშვნელობის ქაოსი იყო და რა ქაოსშიც მოყვა ეს ჩვენი პატარა ქვეყანა და აი რა ქაოსის ნაწილიც ვიყავით. და აქ ამ ხუმრობაში კლავსა და კლავსს დევს ის ირონია, რომელიც გულისხმობს შემდეგს, რომ ვინ იყო პეტრე, ბატონიშვილი პეტრე, ვინ იყო ეს მარტო კარგი ლექსების ავტორი და მარტო ქართული ინტელიგენციისათვის ცნობილი პიროვნება არ იყო. ეს იყო ცოცხალი განსახიერება იმ გენეტიკისა, რომელი გენეტიკაც მოდის ხმლით, ჯვრითა და ლოცვით მოიკვლევს აი ამ წინააღმდეგობით საბჭოთა ისტორიას ჩვენი დედა საქართველოში. აი ამისი წარმომადგენელი იყო და რომელსაც მოუწია ციხეში დრომა ბატონო, მოუწია იძულებითი სამყურო დაწესებულებებში დაარება უამრავი სამყურო ასე შემდეგ. ბატონმა ლუგზარმა მერე როგორც შვილმა მისმა გააგრძელა სამეფო სახლის მეთაურობა, მის შემდეგ ბატონი ლუგზარიც გარდაიცვალა და ქალბატონი ანა აგრძელებს და ქალბატონმა ანამ უნდა გააგრძელოს ჯერ კიდევ ისეთი პირველი დღეებია, როგორც იყვნენ ლოვის დღეები, ჯერ ერთი წელიც არ არის გასული ბატონი ლუგზარის გარდაცვალების შემდეგ და აი ეს პროცესი ასეთნაირად მიდის. დაკრძალვის დროს გამიჩნდა სურვილი, რომ პირველი პირი ჩვენი სამეფო სახლისა რას ფიქრობდა გარდაცვალების დროს. თვითონ გარდაცვალება თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ბატონო და ეკლესიის წიაღიდან მოდიხართ და გამოცდილება გააქვთ პატრიარქთან თანამსახურებისა, სტიქაროსნის ფორმის თანამსახურებისა და ეს არა მხოლოდ მსახურება იყო, არამედ განცდაც იყო იმ სიცოცხლის რაობისა და იმ სულიერი მდგომარეობისა, რასაც ადამიანის სული გადის და აი იქ არის ესეთი მომენტი, რომ გარდაცვალების ჟამს ადამიანი ხდება უფალს, ადამიანის სულს ეხსნება პირდაპირ უფლის ხედვა და რას ფიქრობს ადამიანი ამ დროს, რა ხილვებია. ჩვენთვის ცნობილია სხვა ხილვები, სხვა წმინდანები, სხვა ჩვეულებრივი მომაკვდავი ადამიანების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რას ფიქრობდა ბატონიშვილი და რა ფიქრები ჰქონდა ამ დროს
და ამ საკითხზე ვესაუბრებ ის ოჯახის წევრებს, ქალბატონ დეილეპეკიას, მის მეუღლეს ვესაუბრე საინტერესოა ძალიან. და აი რაღაცნაირად ჩემთვის მინდოდა რომ ბოლო ფრაზა რა თქვა მან. რა იყო ბოლო ფრაზა და როგორც მითხრეს ის ინტენსიურად ლოცულობდა სკრინი ეჭირა უკვე აპარატზე იყო შეერთებული და მძიმე მდგომარეობა ჰქონდა მაგრამ მიუხედავად ამისა ეს სკრინი ეჭირა ხელზე და როგორც კი ისა მაშინათი ამ სკრინს ატრიალებდა ლოცულობდა და აი ბოლო სიტყვა ვერც კი დამიკონკრეტეს რა იყო ანუ ბოლო სიტყვა ვერ არ იყო დაფიქსირებული ასე და შემდეგ მარიამმა მითხრა შვილმა მისმა ქალბატონი მარიამი ბატონიშვილი ბაგრატიონი რომ მამა სულ ლოცულობდა და რა შეიძლებოდა ეთქვა თუ არა მამაო ჩვენ და აი ამით აი ამ სიტყვებით ეს მოგეხსენებათ დასაწყისი სიტყვებია ლოცვისა რომელიც არა შექმნილი და არა შექმნილი და არა ჩამოყალიბებული არამედ უფლისმიერ არის საკუთრებული ეს უფლისმიერ კოდირებული ლოცვა საოცარი ლოცვა და ამ ლოცვის პირველი სიტყვები არის მიმართვა იმასთან ვისაც ვეკუთვნით თითოეული ჩვენთაგანი და სწორედ მას მიმართავდა უპირველესი პირი ჩვენი ერისა და უპირველესაც გამმართავ რომ ეს არ არის არც თანამდებობრივად და არც ეკლესიური იერარქიით არამედ არსობრივად უპირველესი პირი ბრძანდებოდა იგი მიუხედავად იმისა თანამდებობა არ უჭირავს მაგრამ გენეტიკურად ისტორიულად ეს დიახაც პირველი პირი იყო ჩვენი ქვეყნისა და ძალიან მეძვირფასება ის რომ აი ამ პირველი პირის პირიდან მამაო ჩვენ მას მიმართა და სწორედაც ეს უნდა იყოს მარადიული მიმართვა, მარადიული სწრაფვა უფლისკენ და მარადიული სწორება უფლისკენ. ჩვენ ცხოვრებაში ჩართულ ადამიანებს ხშირად გვავიწყდება უფალი და საზრუნავ გადავყვებით ხოლმე და არადა უფალს სულ ვახსოვართ, უფალი სულ ხედავს და საჭიროა რომ ჩვენ სულ ვატარებდეთ უფლის მიმართ დამოკიდებულებას, უფლის ხსოვნას ვატარებდეთ და აი ბატონიშვილიც სწორედაც აი საუფლო სიტყვით გავიდა ანუ მიმართა მამას და ეს მიმართვა ძალიან კარგად ვიცით რასთან იქნებოდა კავშირი, რა სულიერი ძალისხმევა იყო გამოხატული და ასე შემდეგ. დავინტერესდი მისი ავადმყოფობის მდგომარეობით, ესეთი ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ადამიანი გარდაიცვალა ამ მიზეზით, იმ მიზეზით, რაღაცა უამრავი მიზეზი შეიძლება ჩამოთვალოთ და აი რა იყო მიზეზი გარდაცვალება, აი რითი დადგა ის გარდაცვალება და რაღაცა და ერთმნიშვნელოვნად ვიტყვით, გულმა უღალატა როგორ რამოდენიმე თვის წინ მას გაუკეთდა გულზე ურთულესი ოპერაცია. გულმა იმდენად სისხლ ზარღვები იმდენად გაცვდა და იმდენად დაიღალა და იმდენად გაიწრიცა, რომ მუშაობას ვეღარ აკეთებდა და მოხდა მისი გადანერგვა, სისხლ ზარღვების გადანერგვა, ეგრე შუტირებას რასაც მოხდა ის და მოხდა რამდენადაც მითხრეს 9 შუტირების ოპერაცია ჩაუტარდეს. ძალიან რთული გული აგრძელებდა მუშაობას, გული კლავაც მუშაობდა, კლავაც ესეთი სიცოცხლის უნარიანობა ინარჩუნებდა და თავისთავად ის რომ ეს არ იყო კოვიდი და ეს არ იყო სხვა და ეს არ იყო ავტოკატასტროფა, არამედ იყო გული. სწორედაც გული როგორც ცენტრი ჩვენი არსებობისა, როგორც მთავარი სასიცოცხლო ორგანო ადამიანისა, სწორედაც აი ეს იყო და სწორედაც ამას მიება გარდაცვალების ის რეალობა, რომელიც მასთან მოვიდა და ესეც ნიშანდობლივია, რომ ეხაც მეფე გულით უნდა კვდებოდეს. რა თქმა უნდა, ფეთქავი გულით უნდა კვდებოდეს და აი ასეთი რეალობა დადგა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ 40-ის ჟამს, ბატონი მუზარის 40-ის ჟამს შევიკრიბეთ მის საფლავთან, როგორც იქვია მიტროპოლიტმა აღავლინა დიდი საფანაშვიდო მსახურება და იქ კიდევ ერთხელ მოხდა აი იმ რეალობისა და იმ აუცილებლობის გაჟღერება ქადაგების სახით, რომელიც სამეფო სახლს აქვს, როგორც პასუხისმგებლობა, როგორც მოვალეობა და როგორც ის ვექტორი, რომლისკენაც მთელი საქართველო უნდა იყოს მობილიზებული. და არ არის მთელი საქართველო მობილიზებული, 40-ის ჟამსაც საკმაოდ ცოტანი ვიყავით და მე გავსებული ეკლესია რომ მინდოდა და რამოდენიმე აი არის ეს იყო მხოლოდ ის ადამიანები, ინტელიგენციის წარმომადგენლობა, უშუალოდ სანათლისეო კავშირში მყოფი ადამიანები, საეკლესიო წრე და საპატრიარქო წარმომადგენლობა და აი ამ ადამიანების წრეში მოხდა მისი
40-ის ჯამის აღსრულება და მოგეხსენება ეს 40-ის ჯამი არის სწორედ ის, რომ თავდება საზღვრების გავლა და უკანი იმკვიდრებს სასუფეველს, რომელიც სასუფეველსაც იმკვიდრებს ყოველი სული 40-ის შემდეგ და ბატონის ამ ბატონიშვილის ჩვენ ბატონი მიმართის ფორმა გვაქვს, ქართველების მიმართის ფორმა გვაქვს და სამეფო გვარის წარმომადგენლებს ბატონიშვილი, რა თქმა უნდა, ბატონიშვილები არიან, არა მხოლოდ ბატონი, თავაზიანი მიმართის ფორმა და არამედ ბატონიშვილები არიან და ამით ხას უწევთ ჩვენ აი იმ იერარქიულ პირველ სახეს, რომელიც სამეფო საკთან არის და სამეფო ინსტიტუტთან არის დაკავშირებული და ბატონიშვილი ნუგზარის 40-ის თავზე აღსრულებული აი ეს ლიტურგიული პროცესი კიდევ ერთხელ მეტყველებდა იმაზე, რომ დიახაც სული უკვდავია და ამ უკვდავ სულს ჭირდება მსახურება, ჭირდება მოგონება, ჭირდება სანთლების დანთება და ჭირდება უხალთან სავედრებელი ლოცვა და ეს ყველაფერი ნამდვილად არ აღწევს ბატონიშვილის ნუგზარს. მე ჩემთვის აი ამ თელ მიმართულებაში მაქვს სამი ძირითადი ესეთი სუბსტანციური დამოკიდებულება ამის მიმართ. ეს არის პირველი ლაპარაკი ამ ყველაფრის შესახებ და ჩვენ ახლა სწორედ ამას ვაკეთებთ, ლოცვა ამის შესახებ და ურთიერთობები ამის შესახებ. მოდი ეს რაღაც რო არ დარჩეს მხოლოდ სიტყვას, რაღაც ვეცდები რომ ეს განმარტო. პირველი არის ის, რომ აი სახალხო სიმცირე რო ვთქვი, ეს არის გამოწვეული იმით, რომ არ არის სათანადო პროპაგანდა. ამას პროპაგანდა არ ჭირდება, მაგრამ ინფორმაციის მისვლა, ინფორმაციის მიტანა, ადამიანების დაფიქრება იმაზე, რასთან გვაქვს ურთიერთობა, რატო უნდა გქონდეს სამეფო სახლი და რატო არ უნდა გქონდეს, უფრო ლოგიკური იქნება ეს კითხვა და რატო არ უნდა გქონდა წამართვა ჩემო ბატონო და რატო მართვე იმ უფლებასაც რო დავიბრუნო ეს ყველაფერი, ეს ხო ჩემია, ეს ხო ისტორიული რა დააშავა. აი რა და დიახაც მაქვს უფლება იმისა, რომ ვფიქრობდი ამაზე და აი ეს უფლება, აი ამ ფიქრის დინამიკა უნდა იყოს საერთო, უნდა იყოს სახალხო და ის, რასაც თქვენი ტელევიზია აკეთებს ამ შემთხვევაში იმით, რომ ამ თემაზე საჯაროდ საუბრობს, ასე უნდა საუბრობდეს სხვა ტელევიზიები, ასე უნდა საუბრობდეს სხვა გაზეთები. ასეთივე სახალხო დამოკიდებულება უნდა იყოს საზოგადოებაში და ეს თავისთავად მოამცირებს იმ პროცესს, რომელიც მეფის ინსტიტუტისთვის არის საჭირო და მისი თვალსაჩინო წარმოჩენისთვის არის საჭირო. ამას წინათ ნახეთ სურათი საფრანგეთის მეფის დაკრძალვაზე იყო გადაღებული, რომელზეც ესწრებოდა 16 სხვადასხვა ქვეყნის მეფე. იქ იყო ინგლისის წარმომადგენელი, იქ იყო დანიის წარმომადგენელი, იყო იაპონიის წარმომადგენელი და სხვა. რომ ნახავდით სურათს, აი კიდევ ერთხელ იგრძნობდი, რატო არ უნდა იქნეს საქართველოს რა თქმა უნდა, რატო არ უნდა გქონდეს ის, რომ შენ და თქვენ კარგად ახსენეთ რამდენიმე წუთის წინ, რომ არც ერთ სხვა დინასტიასთან მიმართებაში რამე ნაკრულოვნება, რამე ფინჯი და რამე ესეთი დამცრობის მომენტი ქართულ სამეფო სახლს და ქართულ სამეფო გენეტიკურ მთლიანობას არ აქვს და აქვს პირიქით ყველაზე უფრო სახელოვანი, ყველაზე უფრო წარმოჩენილი და აი ასეთი წარმომადგენლობა რატომ არ უნდა იყოს იმ მსოფლიო პროცესებში ჩართული, რომელიც აი სხვადასხვა ქვეყანას ყავს და მე ვფიქრობ, რომ იმ მსოფლიო პროცესსაც დაამშვენებს საქართველოს მეფის იქ დგომა, იქ ყოფნა და ასეთი მეფე უნდა ყავდეს საქართველოს. და მეორეს, რომ საქართველოს ესე გაფრთხილ კაცოებისკენ მიდრეკილ და ურთიერთობ წინააღმდეგ დაპირისპირების მქონე საქართველოს დიახაც ჭირდება პოლიტიკის და თავისუფალი არტიული ინტერესების მიუკერძოებელი და არ იქნება არც ერთი პარტიის, ესე იგი გამაერთიანებელი იქნება თავისი ქვეყნის გამაერთება. რა ვარ ჩვენ სულ 3 მილიონი ადამიანი ვართ სულ 3 მილიონი ადამიანი, ესე იგი მეტროში სამჯერ მეტი ჩადის ლონდონის მეტროში დღის განმავლობაში ვიდრე ჩვენ ვართ თლიანად. ამ 3 მილიონ ადამიანში გახლეჩილი, გააწეწილი რაღაცა ვერ ვნახულობთ რაღაც საერთო ენას. აი მე მართლა მიტყვის და როგორ შეიძლება კაცო შენ თუ რაღაცა საქართველოსთვის მართლა კარგი გინდა და მე კარგი მინდა.
რას ქვია საერთოდ ჩემი აზრი ბიჭო შენი აზრი რაც კარგი მე ჩემი აზრი რაც მაგარი გავერთიანოთ ეს და გავაკეთოთ ეს მე მგონია რომ აი ეს მეფე სწორედ რომელიც არ იქნება მიკერძოებული არ იქნება ეს მიუკერძოებელი იქნება სასამართლო თავისი იქნება პოლიცია თავისი იქნება სასამართლოს და პოლიციას განთავისუფლებული იქნება პარტიულობისგან ეს უფრო კარგად მართავს თავის ქვეყანას ვიდრე დავუშვათ დღეს კი ბატონო პრეზიდენტი გუშინელი პრეზიდენტი თუ დღევანდელი თუ გუშინწინდელი რას პრეზიდენტები ყავდა რა ვიცი აბა 5 ყავდა მე მგონია რა ერთის გარდა მე მგონი რა ვიცი აბა ეს ასესაც არ ვიცი ბოლო მაგრამ გააჩენება რას გააკეთეს კი ნახეთ ბიჭო ის არის ყველა არის მიკერძოებული ან რომელიღაც პარტიის კუთვნილება აქვს და ეს იქნება ადამიანი რომელიც საქართველოს კუთვნილება იქნება იმიტომ რომ საქართველო თავისია ეს საქართველო თავის შვილს და შეუნარჩუნოს თავის შვილს და არა მარტო თავის შვილს თითოეულ ჩვენგანი კაცო ის ფორმულა ცნობილი ფორმულა ხალხი უნდა ემსახურებოდეს მეფეს და არა ისა რა ქვია ჩვენთან ამართლებდა ყოველთვის რა მეფე უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ხალხი მეფეს იმიტომ რომ თქვენ ბრძანეთ და მართლაცია 12 წმინდანი ყავდა კაცო 12 წმინდანი და საქართველოს პრეცედენტი არ ყავს თელ სოფლიოში ვისაც უნდა მაგას დაუჭერით ნებისმიერ ისტორიკოს საქართველოში არ მოხდა არც ერთი გლეხთა აჯანყება კაცო მისი საჭიროება არ იყო იმიტომ რომ პატრონი იყო ჩვენი პატრონი იყო და არა ბატონი მეფე რა ფუნქციური განსაზღვრება შეიძლება ეხლა აი თანამედროვეულად რომ მოვარდოთ ეს ფუნქციური განსაზღვრება რაც რა თქმა უნდა სპეციალისტები ამას განსაზღვრავენ ეს ფუნქციური რაობა განისაზღვრება როგორც იქვეა კანონის სახესაც მიიღებს და კანონიზირებული იქნება ეს ყველაფერი მაგრამ თავარი მაინც აი ის ვექტორია სრული ისა რომ მეფე იყოს რაობა განისაზღვრება მისი მასშტაბები განისაზღვრება ეს ყველაფერი დადგება თავის ადგილზე და მაქსიმალურად იქნება მისადაგებული თანამედროვე ცხოვრებაზე ამასთან დაკავშირებით აი თქვენ ძალიან კარგად ბრძანეთ ეს ბიბლიური სიტყვებია რომ მე უფალი ბრძანებს მე მოვედი არა იმისთვის რომ მემსახუროთ არამედ მოვედი იმისთვის რომ თქვენ გემსახუროთ ეს უფლისმიერი ფრაზის გამეორება ხდება რომ მეფე არის არა ის რომელიც საფრთხეში ძის თემი საქართველოს ემსახურებს არამედ სახურება რა თქმა უნდა მაგრამ ისეთი თავდაპირველი ასეთი პიროვნება იყო ხან ხელავში იყო ხან სქეთაში იყო ხან სად იყო და მართლაც ეს სახურების მომენტი ქონდა მას რომ აი მომავალი მეფე ასე წარმოედგენია სახური რა თქმა უნდა აბარა მას ბედნიერება რომ შეთხოვრის ესეთი ლოცველი იყო და ხშირად მიწევს მორიგეობას ამ ლოცვისა შეთხოვში და როცა მივიდოდ შეთხოვში ბევრჯერ იყო ისეთი შემთხვევა რომ დავინახე ბოვა დადგება მეფე ერექლის საფლავზე და იქხანს ამთებს მერე დაგვუნებს თავს და წავ ყოველგვარი ლაპარაკის ყოველგვარი რაღაცა დაატარეთ გამოატარეთ დაწოცი ისე არავინ არ ახლავს მარტო დგას ფიქრობს და მიდის რას ფიქრობს და რა სულიერი ხმა და რა სულიერი დიალოგია მეფე ერეკლესთან და თავის სინამდვილეში და აი ეს დამოკიდებულება ხო მეწვედებს ამას და ბოლოს აი ამ თავს თუ შეიძლება ასე ითქვას დავამთავრებ იმით რომ პატრიარქი ბრძანებს მეფე მეფობს და არ მართავს რა თქმა უნდა ჩვენ დღეს შიშიბა ხო ახალი მართველი ახალი ვიღაცა მოაშორე და მართოს რა თქმა უნდა მეფე მეფობს მხოლოდ კი ბატონო თავისი თავდადებით თავისი სიყვარული და თავისი ქრისტიანობის თქვენი სებართვით გადავალ მეორე საკითხზე კი ბატონო თქვენ იმდანაც თამიშტავად საუბრობთ ბატონო გოგი და მე მქონდა რაღაცა გადავიფიქრე ანუ არ ჩაგერთვებით იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ ყველაფერი და მინდა რომ ბოლომდე დაიხარჯოთ ასე თქვა დღეს ისე არ გეგიშვით სანამ არ დაიხარჯებით ბოლომდე გისმენთ და აქ არის ესეთი მომენტი რომ უნდა ვილოცოთ იმისთვის რომ სამეფო სახლი აღდგეს სამეფო ინსტიტუტი აღდგეს საქართველოში უნდა ვილოცოთ საერთოდაც რეპუბლიკის ინსტიტუტისთვის და ჩვენ უნდა რაღაცა გამოვიდეთ საკუთარი თავიდან რომ ძალიან პრიმიტიულია რომ მე მიჩნევ ხო უფალს რომ დამეხმარე რა თქმა უნდა ეს ასეა და ხო და უამრავჯერ ვაწუხებ იმისთვის რომ დამეხმაროს უფალი მაგრამ ეს მხოლოდ საკუთარი თავისთვის მლოცველი კაცის საქმე და ჩვენ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის უნდა ვიყოთ მლოცველი არამედ ჩვენი ქვეყნისთვის უნდა ვიყოთ მლოცველი და ჩვენი ქვეყნის
ის მლოცველ კაცის თემატიკაში აუცილებლად უნდა იქნეს ლოცვა სამეფო სახლისა და სამეფო სახლის წარმომადგენლებისა და სამეფო ინსტიტუტის მხარდაჭერისა, დაცვისა და დაფარვისათვის. აი ეს ლოცვა უნდა იყოს. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ თბილისის მეტეხის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი აკაკი მელიქიძე სისტემატურად ლოცულობს სამეფო სახლის წევრებისთვის და სისტემატურად აღავლეს აი ამ ლოცვას და ეს სისტემატურობაც ადრე თუ გვიან თავის ფუნქციას შეასრულებს. ჩემის მხრივ დავწერთ კიდევ იმას, რომ მაქვს პატივი რა ვიყო მელიქიძეთა საგვარეულო დარბაზის ხელმძღვანელი ბატონიშვილი ნუგზარის გარდაცვალების შემდეგ მოუწოდე გვარს, რომ საგვარეულო პანაშვიდი ჩაგვეტარებინა მისი სულის საცხონებლად და ეს პანაშვიდი ჩატარდა ძალიან ისეთი მე ვიტყოდი ძალიან სულიერი, მაღალი სულიერი განცდით, ესეთი ქრისტიანული თავდადლობით და ძალიან დიდი გულწრფელობით და ესეთი საოცრად საყვარელი და ესეთი სიტუაცია იყო. აღმოჩნდა, რომ იქ ვის ლოცულობდით და ვით შევიკრებთ, ბატონიშვილი ნუგზარს არც ერთი არ იცნობდა, ანუ პირადად შეხება მასთან არც ერთი არ ჰქონდა, მაგრამ ყველას ჰქონდა გააზრებული ის, ვისთვის ლოცულობდა. რა თქმა უნდა, მაგრამ ეგ უფრო მნიშვნელოვანია. აი ესე მოვეფერეთ არქებული სახელებით ამ საგვარეულო პანაშვიდზე და აი ესე მივაგეთ პატივი და ეს ლოცვა, ეს ურთიერთობა კვლავაც გრძელდება და ის საგვარეულო პანაშვიდი, რომელიც აღესრულა მელიქიძეების სახელით, ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში 25,000 გვარია და ეს ძალიან დიდი რეალობაა, ძალიან დიდი მოცემულობაა საქართველოში და ყველა გვარს რომ ჰქონდეს გაცნობიერებული ასეთი სულისკვეთები და ყველა გვარი რო იყოს ლოცველი საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი მეფის ინსტიტუტის აღდგენისა, მაშინ ამას არაფერი დაუდგება წინ და ეს როგორც იყვიან თავისთავად მოხდება. მაგრამ ამ თავისთავადობასთან სანამ იქნებოდეთ, მანამდე არ უნდა დავჭერთ მარტო რომ ჩვენ გვინდა, ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენ მიგვაჭია იმ დალოცვითაც უნდა უნდოდეს, იმ დალოცვითაც უნდა შევახსენოთ ჩვენი მოთხოვნა და ჩვენი რეალობა და ჩვენი სურვილი და უნდა ამ ყველაფრის გამოვიტყუოთ საერთო ნება და საერთო შეწევნა ყველა ფერთან. და მესამე მაშინია სამეფო სახლთან ურთიერთობა. ჩვენ უნდა გქონდეს სამეფო სახლთან ურთიერთობა, უნდა გქონდეს ეხლა არის საშუალება იმისა, რომ აი ბატონიშვილი ანასთან ურთიერთობა გახსნილია ინტერნეტ გვერდი სამეფო სახლი ასეთი, რომელიც საკმაოდ საინტერესო ინტერნეტ გვერდია და უნდა აი გამოვიყენოთ ის ტექნიკური შესაძლებლობა, რომელიც არის და ამ გვერდის მეშვეობით ვიქონიოთ ურთიერთობა და რაც მთავარია სიკვდილ სიცოცხლესთან, რაღაც ცხოვრების რეალობებთან, ცხოვრების საჭიროებებთან და ასე შემდეგ არ უნდა იდგნენ ესენი მარტო. უნდა იდგნენ თავის ერთთან, თავის ხალხთან ერთად და ამ ხალხს და ამ ერთს ჩვენ უნდა ვქმნიდეთ ყველანი. ჩვენი დამოკიდებულებით, ჩვენი ურთიერთობით, ჩვენი ცოცხალი დამოკიდებულებით, ცოცხალი ისეთი ცხოველმყოფელობა აქვს ამ დამოკიდებულებას, უშუალო დამოკიდებულებას. ჩვენ შეიძლება მიგვაჩნია ის, მაგრამ საკუთარი ხოლმიდან არ გამოდივართ და იმ საკუთარი ხოლმის ქვეშა ვართ და როდესაც აი ამ ხოლმიდან გამოვხვალ და როდესაც იქ ახარ, სადაც საჭიროა და როგორც გალაქტიონი იყო და დავდგეთ იქ, სადაც ხარიშხალია, არც ხარიშხალია და არაფერი არ არის, მხოლოდ ჩვენი ნების გამოხატულებაა საჭირო და მე ძალიან გამეხარდა, რომ დაკრძალვაზე მცხეთაში, სადაც ბატონიშვილი ნუგზარი დაიკრძალა, იქ გნახეთ თქვენს, რომ ესწრებოდით ამას და თქვენი იქ დასწრებაც გამოხატულება იყო სწორედ ამ დამოკიდებულებას. როგორც გითხარით, მიტროპოლიტი აყავებს ლოცვას, ის ხადაგებს და სხვა იერარქები საუბრობენ და ჩვენ ამ შემთხვევაში მოსაუბრე და როგორც είπε სიტყვის გველები არა ვართ, მაგრამ ჩვენი დგომა თავისთავად არის სიტყვის გამოხატულება, თავისთავად არის ნების გამოხატულება და თავისთავად არის დეკლარირება იმ განწყობილებისა, რომელიც სამეფო სახლთან გვაქვს. ეს უნდა იყოს, ეს მარადიული უნდა იყოს, ეს უნდა გახდეს რაღაცა საერთო საყოველთაო სახალხო მართლაც სახალხო საქმე. და საქართველოს როგორც იყვიან ფულად, მაგრამ მაინც დგება ფეხზე, აი გამოვედით იმ დიდი რეჟიმიდან, რომელსაც საბჭოეთი ერქვა, საოცარი რეჟიმიდან მე ვიტყოდი, ისიც ჩვენი შექმნილი რეჟიმია, მაგრამ ისეთი კარგი რეჟიმი იყო, რომ
მთელი სოფლიო ებრძოდა და ვერაფერი ვერ დაარქვეს, სანამ შიგნიდან არ დავშალეთ და სანამ შიგნიდან არ მოვაშკეთ ეს ყველაფერი. გამოვედით აქედან, დავადგეთ თავისუფლების გზას, ამ თავისუფლების გზასაც როგორი სისხლთა და წრეებით რა თქმა უნდა. ესეც ცხადია და აი ამ გზაზე იახაც ჩვენ გჭირდება ესეთი სრულყოფილება, როგორც სამეფო სახლთან არის, როგორც სამეფო ინსტიტუტთან არის დაკავშირებული და ეს სრულყოფილება უკვე შევიძინოთ. მით უმეტეს, რომ ეს არ არის ახალი გამოგონილი ველოსიპედი. ეს არის საუკუნეებში გამოცდილი ცხოვრების წესი, რომელიც აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს საქართველოს და ქართველი ხალხი სწორედაც თავისი სულიერი სიმაღლით, თავისი სამშობლოს განცდით იმსახურებს იმას, რომ მას ყავდეს მეფე და მას ეგულებოდეს მეფე. მას ყავდეს ის წარმომადგენელი პირი, რომლის მიმართ არ შეიმჩნევა, რომ აი ამ პარტიისკენ თუ არ გადაიხარა. რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რომელიღაცა პარტიის ინტერესებს თუ არ ატარებს. კი ბატონო. არცერთის ინტერესებს. რა თქმა უნდა, შენ ინტერესებს. საქართველოს უპირველეს ყოვლისა. რა თქმა უნდა, მაგრამ და ბოლო კი ბატონო. და აი ეს აი ასეთი ღირებულების, ასეთი რეალობის შექმნა აუცილებელია და ეს ვერ შეიქმნება სამეფო სახლისა და სამეფო ინსტიტუტის აღდგენის გარეშე და ყველას ძალისხმევა ჭირდება ამას. ძალიან საინტერესო დამოკიდებულება ჩვენ მოგეხსენებათ, რომ პატრიარქი ამზადებდა სამეფო სახლს და მე მაქვს ნანაკი ის ტახტი, ანუ სავარძელი, რომელიც ყოველგვარი ესეთი რეგალიებისა და ლომებისა და ვეფხვებისა და რაღაცა ესეთი თავდაკებების გარეშე ძალიან ესეთი ის თავდაბალი სავარძელია, მეფე ერეკლის საოცარი. ამ ხელაკაცს სულ რა მიყვარს, იცით, მაპატიეთ გაწყვეტინეთ, ამ ხელაკაცი ამისნა პატარა სასახლეში როგორ ეტეოდა კაცო. როგორ ეტეოდა. მე საოცარია, ხო? თავდაბლობის უდიდესი ის არის. თავდაბლობა ასეთი სწორედ ბანაზე მინდა გავამოგვიძებო სიტყვა, სწორედაც აი თავდაბლობის ნიშანი ის ტახტია, აი ის პატარა სავარძელია, რომელიც ყოველგვარი შემკულობისა და ჩუქურთმების გარეშე ასეთი თავდაბლობის დემონსტრირებაა ის და პატრიარქი ძალიან სამსავარგო. ეს არის მეფის სავარძელი. მეფე აქ არ არის. სავარძელი იყო цаრიელი, მაგრამ მეფე მოვა. ამ სავარძელს თავისი პატრონი იყო. კი ბატონო. ვერტმაკნას, ხო, ვერტმაკნას, იმიტომ რომ სხვა გზა, სხვა ხსნა ჩვენ მე მგონი დღეს არ აქვს. იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ხსნა არის ჩვენი ეს აი როგორ გითხრათ ახლა აი პატრონი უნდა თან ღვთისმკურთხეულია კაცო ეს არის საიდან მოდის? დავითიდან მოდის, ხო? უძველესი დავით რა თქმა უნდა, მაგრამ ესე რომელიც ღვთისმშობლის ენათესავება კაცო. ხო? აი ისტორიასთან დაკავშირებით გეტყვით ასეთ, რომ საქართველოს სამეფო სახლს ჰქონდა ტრადიცია ესეთი, როდესაც ახალი მეფე იკურთხებოდა და ახალი მეფე მოვიდოდა, ის ერთგვარ ვალდებულებას თვლიდა იმას, რომ წასულიყო წმინდა მიწაზე, მოელოცა წმინდა მიწა, თაყვანიეცა იმ ადგილებისთვის, სადაც უფლის ფეხია დადგმული, სადაც უფალი ცოცხლად განკაცებული უფალი გადიოდა, პატივი მიიღო. ეს ბურთივით მრგვალი დედამიწა ტრიალობს და ტრიალობს, მაგრამ მხოლოდ ის ადგილია და მხოლოდ იქ არის უფლის მოსვლა და უფლის განკაცება და უფლის გაცხადება ესეთი ყოფითი რეალობისთვის, სადაც იყო იერუსალიმში. შევებატონო და აი ამისი იმდენად დიდი განცდა იყო და იმდენად დიდი პატივის ცემა იყო სამეფო სახლში, რომ ერთგვარი შინაგანაწესი იყო, რომ მეფე უნდა წასულიყო. ზოგი ვერც ახერხებდა ამ წასვლას და დარწმუნებული ვერ წავიდა ამ მოგებისა და ამ მოგების გადამტკიცება, მაგრამ ეს წესი როგორც წესი ასეთი არსებობდა და მიდიოდნენ თავისი მხედრობა მიყრებოდა ამას, მოილოცავდნენ ამას, დაბრუნდებოდა მე საქართველოში და აი ასე აგრძელებდა შემდეგ ცხოვრებას. ეს იყო სამეფო კარის და მე ვიცი ჩემების აი ჯავახეთში რა დამოკიდებულება ჰქონდა. წელიწადში ერთხელ ვალდებულად თვლიდნენ, რომ წამოსულიყვნენ მცხეთაში და სვეტიცხოველში დაემთხვა სამფერი და მეფეს შეხვედროდნენ, თუ ვერ შეხვდებოდნენ მეფეს და უშუალო ურთიერთობა არ ექნებოდათ, თავისი დედა საქართველოს როგორც ლადო ასათიანი ბრძანებს თავის ლექსში, სადაც გული ფეთქავს ეს სვეტიცხოველზეა მოთქვამით, სადაც გული ფეთქავს თავისი დედა საქართველოში, იქ დაემთხვა სამფერი და იქ მიიღო პატივი და ეს ყოველწლიურად მეორდებოდა. რა თქმა უნდა, აქაც შეიძლება იყოს წლები, როცა ვერ წამოვიდნენ და არც ჩამოვიდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს გადმოცემა არსებობდა და ეს გადმოცემა ისეთი შთამბეჭდავი გადმოცემა იყო,
ზედათმობში ცხოვრობდნენ მაშინ და ზედათმობიდან მოდიოდნენ ცხენებით ჩემო ბატონო, აქ მოიდოცავდნენ ამას, შემდეგ იმ ცხენებს დატვირთავდნენ რკინის ნალით, ხარის ნალით და ცხენის ნალით, მაშინ ძალიან ისეთი მინებული და საჭირო იყო, ასევე ქვამარილებით და ბრუნდებოდნენ, მე ასე ხელდამშვენებული ბრუნდებოდნენ ხოლმე ისევ თავის მშობლიურ ჯავახეთში. შემდეგ გადმოვიდნენ ბალანთაში და ეს ტრადიცია იქაც გადმოიტანა. და ბალანთიდანაც ესე წალკაზე მოდიოდნენ, მამრისე გადმოდიოდნენ და დიდგორით ჩამოდიოდნენ ხოლმე სვეტიცხოველში და აი ამ რიტუალს ასრულებდნენ და ეს არ იყო მხოლოდ სვეტიცხოველთან მოსვლა, ეს იყო უფალთან მოსვლა, ეს იყო საქართველოს აი ამ ძირითად გულთან მოსვლა, სწორედად ამას მიაგო პატივი და ამ ყველაფრის გამოხატულება ძალიან კარგი გამოხატულება იყო მეფე და სამეფო სახლი და სამეფო ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში მოყოფილი იყო და ესეთი შთამბეჭდავი იყო. ეს დამოკიდებულება ეხლაც გრძელდება. შეიძლება ფეხით არ ჩამოდიან და არ იმასაშებიან, მაგრამ მე ვიცი ჩემი გვარიშვილების დამოკიდებულება როგორ უდგებიან სამეფო სახლის მომენტს, როგორ უდგებიან სამეფო ინსტიტუტის აღდგენის საქმეს და მე გითხარით უკვე მამა აკაკი დეტალური აკაკი გელიკიძის შესახებ, რომელიც ყოველდღიურად ლოცულობს და ყოველდღიურად აღავლებს ლოცვას. და აი ამ ლოცვით, აი ამ სახურებით, აი ამ ფორმით იახაც უნდა გავაძლიეროთ ის თემა, რომელიც თემაც აი ასეთი მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. კი ბატონო. და ეს არ არის მხოლოდ ერთი სახლი და ეს არ არის მხოლოდ ერთი პერსონა, რომელსაც მეფე ეწოდა. ეს არის ჩვენი დედა საქართველო, რომელსაც უნდა კონდეს ეს ოქროს რგოლი უნდა კონდეს, რომელიც საფრეულია და უნდა მოიპოვოს და უნდა დაიბრუნოს კლავს. აუცილებელია, იმიტომ რომ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ნამდვილად არ გვაქვს, იმიტომ რომ ჯერ გაერთიანეთ ჩვენ ისეთ თვითონ გათვითოკაცებულია საქართველო. ფაქტურად აღას დავჭით არავინ. მივდივარ და ხო, ასე ვთქვათ, ცარიელდება, მიდრეკენობა გასვლის და თან ესე იგი არ გამრავლების სამწუხაროდ. ესე იგი ძალიან ცოტა არის ახლა იმ დღეს, მაგრამ გამიხარდა ტელევიზიაში ვიხილე ესეთის რომ მრავალშვილიანი დედები იყო და ჩვენი მეგობრის მეუღლეც იყო. რვაშვილის დედობით. ხო, იქ იყო ადამიანები, რომელსაც ზოგს 12 შვილი ყავდა, ზოგს 9 შვილი, ზოგს 7 და მაგრამ ეს ტენდენციაზე აღარ არის. ამიტომ ჩვენ გათვითოკაცებულები ვარ და ვიღაცა გვინდა რა, რომელიც ახლა ჩვენ არ გვინდა პარტია, არც ერთი პარტია არ გვინდა, მე მართლა არ მინდა რა, არც ერთი პარტია არ ყოფილა რა ასოდეს, არც ერთი პარტიის წევრი. ყველაზე დიდი პარტია ჩვენთვის თითოეული ჩვენგანისთვის არის საქართველო. და საქართველო გავიხადოთ პარტია და პარტიის უნდა ერთი მეთაური უნდა, რომელიც იქნება ბაგრატიონი, რომელიც იქნება მირონცხებული მეფე იქნება, რომელიც მოგვივლის. ეხლა მე ამასი არ გულისხმობ, იმას რომ დავუშვათ ახლა ძალიან ბევრს გონია რომ რაღაცა აი ბოვა მეფე და დანიშნავს, ახლა აღადგეს იმას აქვეა არისტოკრატიას თავისი ტიტულები არ იქნება ბატონებო, ეს გამორიცხულია, მე 21 საუკუნეა, გადროს ტიტულებია, ინგლისშიც კი არ არის, ესა და დავუშვათ იმაშიც არ არის. რა თქმა უნდა, ეს შიში არის. რა თქმა უნდა, მსახურება, თავარია მსახურება, უნდა მსახურებდეს მეფე და არ უნდა რომ მამა გაბრიელი, ისაყორელი მამა გაბრიელი, რომელიც არის ახლახანს 1995 წელს გაბრიელი. კი ბატონო. და მანამდე მსახურობდა და მანამდე მეტყველებდა და რას მეტყველებდა, საოცარი ხედავდა და მისი წინასწარმეტყველები განკვირებული და განციფრებულია ყველა, ვისაც მასთან ურთიერთობა. კი ბატონო. მამა გაბრიელი ბრძანის. საქართველოში მეფე აღდგება. სამეფო ინსტიტუტი საქართველოში რა თქმა უნდა აღდგეს. აღდგება. რაც ეს იქნება. არ დავჭირ. გზად უნდა ვიყო. ამის გარეშე რა თქმა უნდა. ჩვენი ძალისხმევის გარეშე. რა თქმა უნდა. არ იყოს ისე რომ აი ეს ხდება და ჩვენ ამაში არაფერი წილი არ მივიღებთ. ერთი სამფელიც არ დაგვიჭირავს. რა თქმა უნდა. ერთი სიტყვაც არ დაგვიჭირავს ამ საქმეს. დიახაც ჩავერთოთ ყველანი. ზოგი ტელევიზია, ზოგი გაზეთი, ზოგი არც არაფერი, მხოლოდ სურვილით, მაგრამ ისეთი ყოველყოფილი სურვილით, რომელიც სურვილით ღვთისმის საფრთხე იქნება და იმ საერთო ქართულ რეალობას მოხმარდება, რომელიც რეალობას და მოემსახურება, რომელიც რეალობას მიდის სამეფო კართან და მიდის სამეფო ერთფულოვნებასთან. ერთი არის საქართველო, ერთი მეფის, ერთი სამეფო სახლის გარეშე წარმოუდგენელი. რა თქმა უნდა. ჩვენ პატრიარქთან მიმართებაში მის ტიტულატურაში ვამბობ სრულიად საქართველოს პატრიარქი.
როგორ არის სრულიად საქართველოს კათოლიკური პატრიარქი, როცა ბიჭვინთისა და ხუმაფხაზეთის მიტროპოლიტია და თავის სამიტროპოლიტოში ვერ ჩადის, მაგრამ ის მაინც არის. რო ვერ ჩადის, ეს არ ნიშნავს, რომ წარწმულია, ის მაინც არის. და მე თუ მკითხავ, ის იმ სულიერი ცხოველმყოფელობით, რასაც ის ლოცულობს აფხაზეთისთვის და აფხაზეთში მყოფილი ჩვენი მოსახლეობისთვის, ის იქ ჩასვლაზე უფრო ძლიერია და უფრო მეტი თუნარიანობის მქონეა. და აი ამ შემთხვევაში იმ მეფესთან უნდა გქონდეს აი ასეთი ერთობის ბმა, როგორიც აი პატრიარქის ტიტულასთან გვაქვს. კი ბატონო. საქართველოს. და სრულიად საქართველოს არ არსებობს ამ რეალობაში, ამ ამჟამად. მაგრამ არსებობს გაგება სრულიად საქართველოს. სულიერი კავშირი არსებობს სრულიად საქართველოში და მეფეც და პატრიარქის ემსახურება. მეფის ტიტულატურაშიც არის ჩამოთვლილი და ეს შეიძლება იყოს საწინდარი იმისა, იმიტომ რომ მე ვიცი, ესე იგი, კულუარული აზრები ვიცი, უშუალოდ იმათი, რა ქვია, აფხაზების და ვიცი და უშუალოდ ჩრდილოეთ კავკასიელების და ისინი არ არიან წინააღმდეგნი, რომ ესე იგი სამეფო იყოს და უშუალოდ ბაგრატიონმა, რომელიც ამას აერთიანებდა ყველაფერს მეფე აფხაზთა რა ანთა კახთა და რომ ჩამოთვლილი რო იყო ისევ ეს იყოს და ეს მიგონი შეიძლება იყოს შერიგების, ჩვენი შერიგების ისიც იყოს, აფია შეგნებულ საზოგადოებას. ადამიანები, რომლებიც გრძნობენ არა მარტო იმას, რომ რა მოიპოვოთ დღეს და რითი ვიცხოვროთ დღეს, არამედ ცოტა უფრო დიდ განზომილებაში ხედავთ თავის საუბარს. აი ასეთი შეგნებული საზოგადოება და შეგნებული ადამიანები ამას გრძნობენ, იქაც აფხაზეთშიც და სხვაგანაც და ამ დამოკიდებულებას გამოხატავენ. ეს დამოკიდებულება მარადიულობასთან წინაპარი დამოკიდებულება. ეს არის დიდი ისტორია, საუკუნეების განმავლობაში, რომ ეს არ ყოფილიყო გენეტიკური სიახლეისა, კი ეს სიახლოვე. რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის პირდაპირ ბმა და კი ბატონო. დადგება სამეფო ინსტიტუტზე, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება არც არჩევნები და ეს არ იქნება განხილვა არავით არის სხვაგვარისა. იქნება მხოლოდ ის გვარი, რომელსაც 12 წლიდან და იქნება მხოლოდ ის გვარი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში სახელოვნად სამეფო ინსტიტუტი. კი ბატონო. მოკლედ ესე იგი გამოგვივიდა ძალიან საინტერესო, იმდენად საინტერესო, მე საერთოდ ჩემი საყუდორობენ ხოლმე, საერთოდ ცოტა სტუმარსაც ალაპარაკებდა. ეხლა ისე გამოვიდა, ისე საინტერესო დილაპარაკა ბატონმა გოგიდამ, ესე იგი არ სინდოდა რომ ჩავრეულიყავი. ამიტომ მე ვიტოვებ კიდე ერთ იმას, აქვია მაგას თხოვნით მოგვართავთ, რომ შეიძლება რა თქმა უნდა, აბა ამ თემაზე კიდე მოგიწევთ ბატონო გოგიდა, რამოდენიმეჯერია, მრავალჯერ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო მთხრობელი ხარ და საინტერესო გადმოცემთ ამ ყველაფერს. მოკლედ შეთანხმებით აი ამას შეიძლება ითქვას, როგორც თქვენ აი საჯაროდ გაძლევთ იმის პირობაზე, რომ სამეფო სახლის ცხოვრების, სამეფო სახლის ინტერესებისა და სამეფო ინტერესების აღდგენის თაობაზე უნდა გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, კი ბატონო. სამ სეგმენტს შევეძოთ ეხლა და ძალიან ბევრი საკითხი. რა თქმა უნდა, გასახელველია ძალიან ბევრი და აი სინათლის მოხდენს და ბევრი ადამიანისთვის გახდება ფიქრის საგანო. კი ბატონო. აი გამთავარი, მოკლედ ეს იყო სულ რაც დღეისთვის უნდა გვეთქვა და ამით არ სრულდება ჩვენი საუბრები, გაგრძელდება კვლავაც და მინდა ისევ და ისევ გითხრათ, რომ ჩვენ ვართ სამეფო კლუბის ტელევიზია, მე გახლავთ ამ გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი და გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი ტელევიზია, ჩვენი არხი და ჩვენი გადაცემები. საქართველოს ეს გადაცემას ქვია საუბრები საპარლამენტო კონსტიტუციურ მონარქიაზე. უღრმესი მადლობა ბატონ გოგიდას ამ ყველაფერისთვის საუბრისთვის და უღრმესი მადლობა თქვენ ყურადღებისათვის. დიდი მადლობა.